ყოველთვის შენ სურვილებს ვასრულებდი. ყოველთვის ისევ ცხოვრობდი, როგორც შენ გინდოდა. რატომ? რისთვის? იმიტომ რომ ოჯახი ვართ. სხვა არავინ გყავდა. წასასვლელი არსად გუგქონდა. ნუ თუ დაგავიწყდა. წასასვლელი მე კი არა, შენ არ გქონდა. დედაჩემ შენ ზულდი. მე ვუყვარდი. მას შენ დაგწყევლა. იმიტომ რომ მისი ქმარი შენ მოკალი. მაგრამ შენი ცოდვების გამო მეც დავისაჯე. ნუ თუ იმ ქალთან წახვალ, ვინც ცხოვრება დაგვინგრია. მასთან იცხოვრებ? სხვა არჩევანი არ დამიდოვე. ჩემს ბედნიერებას ხელს უშლი. არ მინდა შენსავით უბედური ვიყო. როგორ არ გწვენია? მრცხვენია. ხო, მრცხვენია, კარგი. მაგრამ ახლა სულ ერთია. მე ყოველთვის მხარს გიჭერდი. მაგრამ ჩემი მხრიდან საკმარისია. მურჩა. შენი დღეს დამკარგე. როცა დაიფიცე, რომ ჩემს ქორწინებას დაანგრევდი. შენ მარტო დარჩი. სამი შვილი გყავს ზაფერ. მაგრამ ახლა შენ გვერდით არავინაა. ჰანიმ, კარგად ხართ? შვენივრად. ყველაფერი არაჩვეულებრივადაა. და მოუკიდებლად ჩაცმასაც ვერ ვახერხებ. როცა აქ მომიყვანეს, ქალაქში ყოვლის შემძლე ქალი ვიყავი. ახლა კი ისეთ სახლში მივდივარ, სადაც მოახლეც კი არ იცხოვრებს. ყველაფერი მოგვარდება, ჰანიმ. სხვა თუ არაფერი თავზე ჭერი მაინც გვახურავს. რას ფიქრობდი ამას, ოდესმე თუ ვიტყოდი? შენი შემოთავაზება ძალაშია? შეგვიძლია საცხოვრებლად შენთან გადმოვიდეთ. მაგრამ მე არაფერი დამრჩა. რაც მქონდა გაყიდული ან ყადაღაადებს. საცხოვრებლად პატარა სახლში გადავდივარ, მაგრამ ჩემი სახლის კარი შენთვის ყოველთვის ღია იქნება. ეს თქვენ ზაფერ ფეჰლივან. ეს რა არის? ის რაც გაგვაჩნია. სახლი გაყიდეთ. ჩვენს ფულს დაამატეთ და ეცადეთ ცხოვრება დაალაგოთ. ერთად ვიცხოვრებთ. რა სიტყვი? ამაღამ ყველანი წახვალთ სტამბოლში. რა? ეს როგორ? გვათავისუფლებთ? ეს შეუძლებელია, ჩვენ არ დაგტოვებთ.
შვიდად. მე რაღაც საქმეები დამრჩა, მაგრამ თქვენ დღეს გაიმგზავრებით. ახლა კი დაიშალეთ. ძმაო, ბიჭებს სტამბოლში გავუშვებ, მაგრამ მითხარი რა ხდება? შენც გაიმგზავრე. მე მარტო არ დაგტოვებ. ვეფა ეს ბრძანებაა. შენც წახვალ. ნარენიც თან წაიყვანე. ჯანანს უთხარი რომ პირდაპირ სტამბოლში დაბრუნდეს. შენ? მე რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი. ცოტა ხნით შევყუნდები. ძმაო, ნუ გამიშვებ. უნდა წახვიდე. ეს ბრძანებაა. ერთი კვირის შემდეგ. აქ რას აკეთებ? გულჯემალმა გამოგიგზავნა. ოღონდეს არა ძმაო. რა მოხდა ვეფა? გთხოვეს არ გააკეთო. წავედით, უნდა მივასროთ. ოღონდეს არა ძმაო. ნუ თუ ჩემი ცოლი მალე მართლა დედა გახდება. შეხედე მეც არ მჯერა. მაგრამ ეს რეალობაა. შენ კი მალე მამა გახდები. გულენდა მიცი რა მინდა? მინდა რომ ჩვენი შვილი ყველაფრით შენ დაგემსგავსოს და ეშენი ასლი იყოს. დარწმუნებული ხარ? რა თქმა უნდა. მთავარია ჩემნაირი ჯიუტი არ იყოს. იყოს ისეთი როგორიც შენ ხარ.
ვეფარ ეკავს. არ ვუპასუხებ. ხასიათის გაფრჭება არ მინდა. ნუ უპასუხებ. ის ჩვენი ძმის ადვოკატია. გულენდამ ჰანი? გამარჯობა. მახსოვ ხართ. ჩემი ძმის ადვოკატი ხართ. ერთმანეთს შევხვედრივართ. დიახ, ჰანი. გვეჩქარება, კარგ დღეს გისურვებთ. გულენდამ ჰანი. გისმენთ? აქ თქვენ გამომავედი, მითხრეს რომ აქ იქნებოდით. თქვენმა ძმამ დამავალა რომ ეს გადმოგცეთ სწორედ დღეს და სწორედ ამ დროს. გამომართვი? მომეცი? ეს რა არის? თელ ქონებას და ფულს ჩემს სახელზე აფორმებს? როგორც მემკვიდრეობას? ეს რას ნიშნავს? ჩემს ძმას რა დაემართა? რამე მოხდა? ეს ვინ არის? რა გნებავთ? დევანახა შოღლუს და არმაღან ფეხლივანს ვეძებ. მე ვარ? მე არმაღან ფეხლივანი ვარ. გულჯემალ ბეიმ თხოვა თქვენთვის გადმომეცა. გულჯემალმა? ჩემი მკურნალობა დააფინანსა შვეიცარიაში. დევა გახსენი. გულჯემალმა ჩემი სახელობის კომპანია დააარსა. სტამბოლში. ბრენდი შექმნა. რა ჩაიფიქრა? გულჯემალ, შენ რა? ჰანიმ, ეს თქვენ გამოგიგზავნეს, მაგრამ არ ვიცი ვინ. სამაგიეროდ მე ვიცი. დედა, კლდის პირას ვარ. გულჯემალთან წამიყვანე. ახლავე. იქნებ ეს მახეა. არა, ეს მახე არ არის. გულჯემალი მიემგზავრება. მიემგზავრება.
გულჯემალ რა ხდება? აქ რატომ დამიბარე? ერთხელ მაინც თქვი სიმართლე. რომელი სიმართლე? თვალებში შემომხედე და მითხარი. არასდროს გიყვარდი? რატომ მისვამ კითხვას, რომელზე პასუხიც იცი? ასე არ არის. თუ გულწრფელად მიპასუხებ, ვეღარ არასდროს ვნახავ. ახ აღარ დავბრუნდები. მართლა წახვალ? ამბობდი, რომ ადამიანის სამშობლო იქ არის, სადაც დედა ჰყავსო. მიპასუხე, სამშობლო მაქვს? არა. არ გაქვს. ადამიანი ყველაფერს მიაღწევს, რასაც მოისურვებს, მაგრამ სიყვარულის გარეშე არაფერი გამოვა. ეს ბრძოლა წავაგე. საკუთარი დედის წინაშე ომის მოგება არ შეიძლება. კლდის ნაპირთან დგახარ. გამოდი გულჯემალ. შენ ოცნებობდი, რომ გამქრალიყავი. გავქრები. მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან მიყვარხარ. შვილო. 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 გულჯემალ. დაბრუნდები? შვილო.
დედა როგორ მენატრებოდი დაბრუნდი დედა გიყვარ ვარ ძალიან მიყვარ ხარ ვერ გეუბნებოდი მაგრამ ძალიან მიყვარ ხარ შვილო შვილო სად ხარ შვილო 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 ჩემი შვილი დაბრუნდა გმადლობ მოდი ჩემო ლამაზო ჯერ ვისაუზმოთ კარგი მე ნაყინს გიყიდი ჩემო ლამაზო ვის გაუღვიცია ჩემს პატარა მუჟუს გაუღვიცია ჩემო გულო ჩემო ლამაზო გოგო მოდი ჩემთან მოდი მუჟუ დღეს ცოტა უხასიათოდ არის ვინ ჩემი მუჟუ შეუძლებელია მოდი გავარკვიოთ ჩემო ლამაზო აბა მოდი გავარკვიოთ მუჟუ რა ხდება მიდი მომიყევი მიდი მითხარი დედა ნაყინს არ მაჭმევს მართლა ამას უყურეთ რა სასტიკი დედიკოა ეს როგორ გააკეთა მიუღებელია და რა უნდა ვქნათ აბა მითხარი რა უნდა ვქნათ შვილო ჩემო ლამაზო უარს უმიზესოდ ხომ არ გეუბნები დილა ნახენის უზმოზე ჭამა არ შეიძლება მავნებელია ასე მომისმინე ერთი იდეა მაქვს ოღონდ ჩვენ შორის დარჩეს აი რა უნდა ვქნათ ჯერ საუზმე მივირთვათ და მერე ნაყინის საჭმელად წავიდეთ კარგი რა სიტყვი ვაშა შეგჭამ მოდი გაკოცა მოდი ეს რა არის ხელები არ დაგიბანია მე ხომ გასწავლე რომ ჭამის წინ ხელები უნდა დაიბანო მიდი ახლავე დავიბანოთ წამოდი ხელები დავიბანოთ მიდი ხელები დაიბანე ყოველთვის სიამოვნებით დაგეხმარებით თქვენი ოჯახის ადვოკატმა მერტ ჩეკინმა ისევ მარტივად გადაწყვიტა პრობლემა სასტიკი დედა ვარ არა სასტიკი დედა ვარ ამისთვის დაიჯები ეს ხომ იცი აუცილებლად ჩემი შვილი სად არის შვილო დედა შემაშინე შვილო სად არის ჩემი შვილი სად არის ჩემი შვილი სად არის დედიკო მომისმინე ხომ გითხარი და გავიწყდა რა არ მაღანი საღამოს მოფრინავს საღამოს რეისით არ მაღანი არა გულჯემალი დაბრუნდა აქ არის რამდენ ხანს ველოდით არა დედა ყველაფერი აგერია არაფერი ამრევია ის დაბრუნდა ვიცი რომ აქ არის გრძნობ
ძვირფასო იქნება ექიმს ისევ ვაჩვენოთ, ხომ ხედავ რა მდგომარეობაშია. ექიმთან ჩავწერ. იმ კვირაში აუცილებლად წავიყვან. მისმინეთ, მე ჯამრთელი ვარ. არ გავგიჟებულ ვარ. გეუბნებით რომ დაბრუნდა, სად არის? დედა, სიზმარი ნახე არა? არა, სიზმარი არ იყო. დარწმუნებული ვარ რომ დაბრუნდა. დავინახე. ძვირფასო, ჩემი ძმა არ დაბრუნდება. რატომ? ეს შეუძლებელია. როგორც უნდა გინდოდეს, ეს არ მოხდება. რატომ? იმიტომ რომ ის მკვდარია. რა თქმა უნდა, არა. დავინახე. მე მას ველოდი. ვიცი რომ ცოცხალია. დანამდვილებით ვიცი. დედა, უკვე რამდენი წელი გავიდა. თითქმის 5. არ გინდა გთხოვ? ბებია ნუტირი, რატომ მოიწყინე? დაყინის ჭამის ნებას არ ჩენ გაძლევენ? Anladın değil mi anneciğim? მიხვდი არა შვილო? შიშისგან ხელი არ უნდა გიკანკალებდეს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ძლიერი ხელი უნდა გქონდეს. ამისთვის რა არის საჭირო? ჭამა. მიდი. ჯემალ ბეის როლის დროა? 3, 2, 1. გაფრინდა. ნახე, მამასთან გაფრინდა. Baba da ხო, böyle bir gemiye მამა ოდესღაც ასეთ გემზე მუშაობდა. გემზე ყოფნა ძალიან მოსწონდა. sen büyü. როცა გაიზრდები, ჩავსხდები და ძალიან შორს გავცურავთ, ხომ ასეა? Değil mi? Evet. ხო, Bu yazdıklarını მამა შენი შენს გზავნილს აუცილებლად წაიკითხავს. ტალღები ჩაჩურჩულებს. sen okuma yazma bilmiyorsun. სანამ წერა კითხვას ისწავლი, შენ მაგივრად მე დავწერ. Yazma öğrenince sen yazarsın. მაგრამ მალე ისწავლი და წერილს შენ დაწერ. Artık belki anneler ალბათ მამასთვის ბევრი რამ გიქნება მოსაყოლე. vardır. Ha? Nasıl yani? მამაშვილური საუბარი გექნებათ არა? Nasıl? ეს რას ნიშნავს? Babanla რამეს მიმალა? uşakların mı var? Allah Allah. მამა შენთან ურთიერთობა გაქვს? როგორ? Simit mi? სიმითი გინდა? Alalım. კარგი, წამოდი ვიყიდოთ. Alalım. წამოდი. Hop. მიტრიალდი? Buradan dön 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 dön. Evet. აი ასე. Bekle. დამელოდე? Bekle beni. უჩემოდ არ წახვიდე. გამარჯობა. გამარჯობა. 4 ცალი მომეცით თუ შეიძლება. ერთი წუთით? Ay sağ ol. გმადლობთ. Simit de mi? ჩემ შვილს ძალიან უყვარს. Şöyle vereyim. რა თქმა უნდა, კარგ დღეს გისურვებთ. Teşekkürler. გმადლობთ. Gel bakalım buraya. წამოდი საყვარელო. Ha bu arada. ხო მართლა. არ გეგონეს შენი საიდუმლოს ამბავი დამავიწყდა. Simit dedin. Konuyu değiştir. მართალია ყურადღება სიმიცე გადამატანინე, მაგრამ Demiyorsa. ბებიასთან და ბაბუასთან რომ არ გვეჩქარებოდეს, ძალიან ბევრ შეკითხვას დაგისვამდი. Hadi gel. დედა სიხარულო, წამოდი. იმ დღის მერე მზეთუნახავი ურჩხულის სახლში ცხოვრობდა.
რა კარგია. ყველაფერი ისეა, როგორც გინდოდა. თმაში ვარსკვლავები ჩაგიბნიე. ჩაიცვი. ჩვენი ისტორია დავიწყებას არ მიეცემა. გპირდები.